დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ანაფილაქსიური შოკი. ანაფილაქსიური შოკი არის მწვავე სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითარდება ძალიან სწრაფად და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. ეს რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ალერგენებმა და მისი სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. ანაფილაქსიური შოკი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ალერგენებმა, მათ შორის საკვები, არაქისი, მიწის თხილი, თხილეული, ნუში, კაკალი, თხილი, კვერცხი, რძე, თევზი და სვის პროდუქტები, სოია, ხორბალი, მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, პენიცილინი, ცეფალოსპორინები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასას, ანალგეტიკები, იბუპროფენი, ასპირინი, ანესთეტიკები, რადიოლოგიური კონტრასტული ნივთიერებები, ვაქცინები, იშვიათად, მწერების ნაკბენი, ფუტკრის ნაკბენი, კრაზანის ნაკბენი, ჭიანჭველის ნაკბენი, ლატექსი, ხელთათმანები, სამედიცინო მოწყობილობები, ბუშტები, სხვა მიზეზები, ფიზიკური დატვირთვა, იშვიათად, იდიოპათიური ანაფილაქსია, უცნობი მიზეზით. ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები ვითარდება ძალიან სწრაფად, ხშირად რამდენიმე წუთში ალერგენთან კონტაქტის შემდეგ. სიმპტომები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის სიწითლე, შეშუპება, განსაკუთრებით სახის, წუჩების, ენის, სასუნთქი სისტემის სიმპტომები, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ხმის ჩახლეჩა, ხველა, ყელში შებოჭილობის შეგრძნება, გულსის ხძარღვთა სისტემის სიმპტომები, არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, გონების დაკარგვა, საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომები, მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება, გულისრევა. თუ ადამიანს, რომელსაც ცნობილი ალერგია აქვს ან ახალი ალერგენის ზემოქმედების შემდეგ უეცრად აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, განსაკუთრებით კანის რეაქციები, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა, ეს მიუთითებს ანაფილაქსიურ შოკზე და საჭიროებს გადაუდებელ რეაგირებას. ანაფილაქსიური შოკის დროს საჭიროა დაუყოვნებელი დახმარება, ვინაიდან ყოველი წუთი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. პირველი ნაბიჯი არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება 112 ან შესაბამისი ნომერი თქვენს რეგიონში. ალერგენის მოცილება, თუ შესაძლებელია მოაცილეთ ალერგენი, მაგალითად ამოიღეთ მწერის ნაკბენი. დაწოლა, დააწვინეთ პაციენტი ჰორიზონტალურად და აწიეთ ფეხები, თუ წნევა დაეცა. სუნთქვის კონტროლი, დარწმუნდით, რომ პაციენტს აქვს თავისუფალი სუნთქვა. ადრენალინის ინექცია, თუ გაქვს ადრენალინის ავტოინჟექტორი, ეპინეფრინი, გაუკეთეთ ინექცია ბარძაყის გარეთა ზედაპირზე. მიჰყევით ინსტრუქციას. ინექციის შემდეგ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე შეიძლება საჭირო გახდეს მეორე დოზა 5-15 წუთში, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. დამშვიდება, შეეცადეთ დაამშვიდოთ პაციენტი და თავი აარიდოთ პანიკას. მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება მივიცეთ დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე. ადრენალინი, ეპინეფრინი, ეს არის ანაფილაქსიური შოკის პირველი რიგის სამკურნალო საშუალება. ადრენალინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ხსნის სასუნთქ გზებს და ზრდის არტერიულ წნევას. ანტიჰისტამინური პრეპარატები, ისინი ხელს უწყობენ ალერგიული რეაქციის სიმპტომების შემცირებას, მაგალითად, დიფენჰიდრამინი, ლორატადინი. კორტიკოსტეროიდები, მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობენ შეშუპების შემცირებას, მაგალითად, პრედნიზოლონი. ანაფილაქსიური შოკის დროს მედიკამენტების გამოყენება უნდა მოხდეს სწრაფად. ადრენალინი, ეპინეფრინი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი დახმარების მედიკამენტი ანაფილაქსიური შოკის დროს. ანტიჰისტამინური საშუალებები და კორტიკოსტეროიდები ნაკლებად ეფექტურია მწვავე რეაქციის დროს, მაგრამ შეიძლება გამორჩევები.
ალერგიის იდენტიფიცირება. თუ იცით, რომ გაქვთ ალერგია, ყოველთვის ატარეთ სამედიცინო პირადობის მოწმობა ან სამაჯური, რომელიც მიუთითებს თქვენს ალერგიებზე. ადრენალინის ავტოინჟექტორის ტარება. თუ გაქვთ ანაფილაქსიური რეაქციების რისკი, აუცილებლად ატარეთ ადრენალინის ავტოინჟექტორი, ეპინეფრინი და ისწავლეთ მისი გამოყენება. გამოიყენეთ სამედიცინო კონსულტაცია. თუ გაქვთ ალერგიული რეაქციების ისტორია, მიმართეთ ექიმს, რათა მიიღოთ რეკომენდაციები და მკურნალობა. გადგეთ შემდგომი მკურნალობისთვის. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.